ამ სამყაროში თუ ვინმემ რაიმე გენიალობა გააკეთა, ყოველთვის დაიწყო არაფრიდან და ყოველთვის მის მიმართ იყვნენ განწყობილნი, არ გამოგივა. მხოლოდ შენ იცი რა გამოგივა, მხოლოდ შენ ხედავ იმ ჭეშმარიტს, რომელიც უფალმა გულში გითხრა, ის რაც უნდა გააკეთო. და როდესაც შენ გულის გზას ადგახარ, შენ ყოველთვის ადგახარ ჭეშმარიტების გზას, რასაც გულში ღმერთი გეუბნება. მაგრამ იცოდე რომ ყველა დიდი დამარცხების უკან დგას პატარ-პატარა დამარცხებები და ყველა დიდი გამარჯვების უკან დგას პატარ-პატარა გამარჯვებები. ამიტომ შენი ცხოვრება დიდი გამარჯვებებით ან დიდი დამარცხებებით კი არ შეაფასო, არამედ შეაფასე პატარ-პატარა გამარჯვებებით და პატარ-პატარა დამარცხებებით. შენ ხარ პატარა გამარჯვებების კრებული და პატარა დამარცხებების კრებული. შენ ფიქრობ რომ რაღაც ცოდვა ჩაიდინე და მთელი წელი ამ ცოდვაზე ფიქრობ. მაგალითად ამ ცოდვას აქვს 10 ქულის ცოდვის ცოდვა და შენ ამ 10 ქულის ცოდვის ცოდვაზე ფიქრობ და განიცდი და უკან ასობით ცოდვა გადევს პატარ-პატარა, რომელიც ერთობლიობაში დაგიგროვდა და ვერ ამჩნევ. იქ სიტყვებში ფილდსიტყვაობები იძახე, შური დაუშვი, ბრაზი დაუშვი, აგრესია დაუშვი, პატარ-პატარა. მთელი წლის განმავლობაში 10 ქულის ცოდვაზე ნერვიულობ და 1000 ქულის ცოდვები დაგიგროვდა ერთიანობაში პატარ-პატარები. ის წვრილმანია, მაგრამ ერთობლიობაში ზღვა და ოკეანის დონის ძალა აქვს და ამაშია მთელი საიდუმლო. ეხლა გაგიმხელ სამყაროს საიდუმლოს ერთ-ერთ მექანიკას. ბნელები და ეს სისტემა ისეა დალაგებული, რომ შენ პატარ-პატარა ცოდვები იდინო და ვერ შეამჩნიო. და მთელი წლის განმავლობაში რაღაც ერთ დიდს რომ ჩაიდენ, განიცდი, ეს როგორ გავაკეთე და გონია რომ დიდი ცოდვა ჩაიდინე და 10 ქულის ცოდვა აქვს, მეტი არ აქვს იმ ცოდვას, რომელზეც განიცდი და 200 და 1000 ქულის ცოდვები დაგიგროვდა წვრილმანებში. და სწორედ ამაშია საიდუმლო, რომ პატარ-პატარა ცოდვები იდინო, რომ ვერ შეამჩნიო, ერთ რაღაც ცოდვაზე კონცენტრირდე და ვერ შეამჩნიო, როგორ დაგიგროვდა ტონობით ვალი მთელი წლის განმავლობაში, ტონობით ბნელი ენერგია. იმიტომ რომ პატარებია და ვერ შეამჩნიე, მაგრამ გეთვლება და ადამიანი გამოდის და ეუბნება უფალს, უფალო, შემიწყალე ეს კონკრეტული ცოდვა, დიდი ცოდვილი ვარ და ფიქრობს, რომ ის არის მისი ცოდვა. ანუ ის არაფერი არ არის, რაც მთელი წლის განმავლობაში გიგროვდება წვრილმანებიდან. იქ საცობში შეიგინე, იქ ხუმრობით გული გამისკდ, გავიხიე სიცილით, გავსკდ ჭამით და კოშმარებს იძახი, ოღონდ შენ ამას არ აკონტროლებ. სპეციალურად ჩაგიდეს ესეთი წვრილმანი მოქმედებები, რომ შენ ეს ვალები გიგროვდეს და წლის ბოლოს დაგიგროვდეს დიდი ბნელი ენერგია. შემდეგ ეს წვრილ-წვრილი ცოდვები იძენს ერთ ფორმას და ერთ დიდ ცოდვას ჩადიხარ, მაგრამ ის ერთი დიდი ცოდვა არაფერი არ არის ის წვრილმანები, რაც დააგროვე. გესმის რა გჭირთ? არასწორად უყურებთ ცოდვას. ჭეშმარიტი ცოდვა იმალება ბნელში და წვრილმანებში, პატარ-პატარა ნაწილებში, რომელიც ერთიანდება შემდეგ ერთ ნაწილად. და ჭეშმარიტი ცოდვა იმალება ისეთ ადგილებში, სადაც ვერ უნდა შეამჩნიო. და აქ იმალება გეუბნები და აწი საიმში იყავი რა ხდება. და მოქმედებაში მოიყვანე ეს ცოდნა. დაუბრუნდეთ თემა არ გამოვას. შენ რა მიზნისკენაც არ უნდა მიდიოდე, ყოველთვის გამოვა ვიღაც და გეტყვის არ გამოვა. რადგან ადამიანები ამ პროგრამით არიან დაპროგრამებული. ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ გაუღვიძიათ. მაგაზე ერთი პრაქტიკული ანეკდოტი მახსენდება. ომის ველი არის და დაცემული ჯარისკაცები არიან და ორი ჯარისკაცი დგას და უყურებს ველზე დაცემულ ჯარისკაცებს და ეუბნება. რა ვქნათო ეხლაო, როგორ გავარკვიოთო, რომელი იმკვდარუნებს თავსო და რომელი არის გარდაცვლილი. ერთი ეუბნება, მოდიო ავტომატი გადავატაროთო და ვიღაცა შეფართხალდება და მიხვდებითო. არაო, მეორე პასუხობს. უკეთესი იდეა მაქვს. რა იდეაო? თვალს ჩაუყრას ერთ წუთიო და იწყებს ხმამაღლა ლაპარაკს. მოკლეთო ძმაო, ერთი ბიზნეს იდეა მაქვს და ეს თქვა თუ არა, დაცემული ჯარისკაცებიდან წამოყოფს რამდენიმე ხელს და გააჟღერებს. არ გამოვა. არ გამოვაო, გაიგე. ვის თქვა მინდა, იმდენად ინსტინქტში აქვს ადამიანს ჩადებული პროგრამა, რომ შენ თუ გაიღვიძე და რაღაც გზას ადგახარ, რომ გითხრას არ გამოვა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტსაც კი უთიშავს ადამიანს და ხელი აწია, არ გამოვაო, თავი გამოივლინა და უნდოდა იმ ჯარისკაცს, მოდი ახლა თეორიულად განვიხილოთ, უნდოდა თუ არა იმ ჯარისკაცს რომ ხელი აეწია, არა, მაგრამ ინსტინქტურად აწია ხელი. ესე ჭირთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ვინც გაღვიძებული არ არის. შენ გაიღვიძე, მოვიდა შენში ღვთის ხმა,
მოვიდა შენში ყველა ნახატი, ფორმა, აზრი, როგორ უნდა განახორციელო რაღაც და ვისაც წინავს ავტომატურად გეუბნება არ გამოვა. გაჩერებს, უნდა რომ გაგაჩეროს. ოღონდ ის ამას ვერ ხვდება. რადგან მის თავშიც ეს პრობლემაა, არ გამოვა პროგრამაა ჩადებული. ამ ანეკდოტის მორალი ის არის, რომ ადამიანები დაპროგრამებული არიან არ გამოვაზე. ამიტომ მასეთ ადამიანებზე არ გაბრაზდეთ. თუნდაც გვერდით ყოფი იყოს მეგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი, მას ძინავს და მასში კვლავ არის გაღვიძებული პროგრამა არ გამოვა. და მაგ დროს შენ თუ მოყვასი ჩართული არ გაქვს და ბრაზდები. ესე იგი შენ ვერაც მობიერებს სამყაროს ჭეშმარიტ მექანიკას. ამიტომ ასეთ დროს აღარ თქვა რომ რაღაც ვიცი სულიერებაში. რატომ იცი? იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელსაც თავში პროგრამა აქვს არ გამოვა, ის არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება შევადაროთ მთვარეულს. მთვარეულს უნდა გაუბრაზდე რომ გამოდის სახლიდან, რაღაცეებს აკეთებს? არა, რატომ? იმიტომ რომ ის არ მართავს თავის თავს, ხო? მაშინ შენ რატომ უბრაზდები მთვარეულს? რატომ უბრაზდები ადამიანს, რომელსაც ძინავს? ეს კითხვა დასვა. შენ თუ გვიძავს და მას თუ ძინავს და მთვარეულის მდგომარეობაშია, რატომ უბრაზდები? იმიტომ რომ სამყაროს ეს კონკრეტული მექანიკა არ გესმის. და რომც არ გესმოდეს ეს მექანიკა, უბრალოდ მოყვასი ჩართე ადამიანის მიმართ და ბუნებრივად მიაღწევ ღვთიური მდგომარეობის მდგომარეობას მეორე ადამიანთან. ამ ფენომენს, რომელსაც ქვია არ გამოვა, ვაწყდები ყველგან. სულიერ ადამიანებშიც ვაწყდები ამ ფენომენს. შენი მიზანგეგმის განხორციელების გზაზე, რაც ვილაპარაკე ამასთან ერთად, არის წინაღობები. ხელოვნურად შექმნილი წინაღობები. შესაძლოა რაღაც ბიზნესი წამოიწყო, ვიღაც საღაციდან, ჰაერიდან ხელს გიშლის, მოდის გემტერება. შესაძლოა სულიერ საქმეს ეწევი, ვიღაც მოდის გემტერება. არ აქვს მიზეზი, უბრალოდ გემტერება. რაღაც ყოველთვის მოდის და ცდილობს გაგაჩეროს. და შენ რა უნდა ქნა? და იმ ადამიანის მიზანგეგმა რა არის ამ გაჩერების მექანიკით რომ მოდის. იმის მიზანი ყოველთვის არის ერთი. აი მაგალითად, ავიღოთ გამთლიანების მაგალითი. ვიღაც კომენტარში რაღაც კოშმარს წერს, რაც იშვიათად ხდება. ფაქტობრივად თითოეულაც აღარ ხდება გამთლიანებაში, იმიტომ რომ კომენტარებშიც კი სისუფთავეა გამთლიანებაში და არავინ არაფერს არ აბინძურებს, ან თუ აბინძურებს, შესაბამისი რეაგირება ხდება. რადგან მნიშვნელოვანია, სადაც შეიმეცნებ, იქ იყოს სისუფთავე. კომენტარებშიც კი სხვანაირად სტრესია, ნეგატივია და ვერ იმეცნებ. მოდის და წერს რაღაც თრეშს. გამოგზავნა ბნელმა ის ადამიანი. ეს ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ ბნელმა გამოგზავნა, მაგრამ ყველას ერთი და იგივე ხელმოწერა აქვს. და რა უნდა? იცის რომ მე ვერაფერს ვერ დამაკლებს. იცის რომ ამით ვერ გააჩერებს ჩემს შემოქმედებას, უფლის შემოქმედებას. ბნელმა ეს იცის, გესმით, რომ ვერ გაგაჩერებს შენ, მაგრამ ის ესეთი პატარ-პატარა მოქმედებებით ცდილობს შენს დამძიმებას, შენს გაჩერებას, შენს დაპაუზებას და ამაში იგებს. მან იცის რომ ვერ მოგერევა, მაგრამ წვრილმანებში გერევა და შენ ამას არ აქცევ მნიშვნელობას და ყურადღებას. და გგონია ვიღაცამ კომენტარი დაგიწერა, გაბრაზდი, სხვათა შორის, გეწყინა და რამდენიმე საათი გაგყვა და ამაზე სიტყვებითაც დაიხარჯე ისქენი და ფიქრობ რომ მან შენ არაფერი არ წაგართვა. იმ ბნელმა იმ ადამიანში შესანიშნავად იცოდა რომ შენ ფიზიკურად ვერ გაგაჩერებდა, მაგრამ მან შენ დაგაპაუზა და წაგართვა ენერგია იმ ეკვივალენტში, რა ეკვივალენტშიც წაგართვა და მასეც გამოგიგზავნის 10-ს 20-30 და უკვე დაგიგროვდა. გაიგე? და ესე გერევა. ბნელის მიზანი არის რომ პატარ-პატარა დარტყმები მოგაყენოს, პატარ-პატარა ცოდვები გაკეთებინოს, რომ მთელი წლის განმავლობაში დაგიგროვდეს დიდი ბნელი ენერგია ერთიანობაში. რადგან ხდება რომ შენ ვერ გაგაჩერებს, ვერც გამოგიყვანს წყობრიდან ისე რომ ფსიქიურად შეიშალო. ის ხდება ყველაფერს, მაგრამ ის იმალება ამ მექანიკაში, პატარ-პატარა დარტყმების მექანიკაში. და გაგაჩერა რეალურად. ოღონდ შენ გონია რომ არ გაგაჩერა. დღეს არის ეს პრობლემა. ვიღაცამ ვიღაცას კომენტარში დაუწერა, ამან ჩაწერა ცალკე ნაშრომი ამისთვის, დახარჯა დრო, ენერგია, ნევრები აიშალა, მერე ერთმა ლაივი ჩაუწერა, მერე მეორემ ლაივი მეორეს ჩაუწერა, მერე იმის ვიდეოს, თავის ვიდეოს აკრავს და ორი ეკრანია და იმის ნათქვამი და ამის ნათქვამი. ღატაკები არიან, ხალხო. ბიბლიას კითხულობენ ზეპირად და ღატაკები არიან, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ბნელები ძარცვავენ და თქვენ გძარცვავენ ამათი დახმარებით. ამაშია საქმე. თქვენ გძარცვავენ, თქვენ რომ ამ ყველაფერს გაყურებინებენ, გასმენინებენ და ამათ არც ყოფნით უნარი, მოყვასი, გაგება, ეს ყველაფერი არ ყოფნით რომ ეს გააჩერონ. ვერ აჩერებენ, ამ მდგომარეობის მონები არიან. არ იციან ამ მექანიკის შესახებ, არ არიან უფალთან ისე, როგორც კითხულობენ. გესმით? არ არიან უფალთან ისე, როგორც კითხულობენ. ხო და ნახე, თქვათ ეხლა ვიღაცამ მე დამიწერა კომენტარი და მე ამაზე გავბრაზდი, გავცეცხლდი. ჯერ ესეთ იდიოტობას არ გავაკეთებ.
ჩემი პატარა გაბრაზებაც კი არის დიდი ელვის გაელვების დონის ენერგიის დახარჯვა. ჩათვალე რომ პატარა გაბრაზებაზე იმ ბნელმა მიიღო ჩემგან საკმაოდ მსუყე ენერგია. გესმით? ის დანაყრდა, ის იმ პატარა ენერგიისთვის მოვიდა. ის არ მოსულა იმისთვის რომ შენ მაგაზე გონებიდან შეიშლებოდი. მან ეს იცის რომ ის შენ ვერ მოგერევა, მაგრამ იმდენს დაგარტყამს. მარტივად გეტყვი. ეხლა ერთი მუშტი რომ დაგარტყას ვინმე, რამეს გიზამს? არა. და ეხლა 1000 კლიპურტი რომ ჩაგარტყა თავში ერთიანად. რა მოგივა? 1000 კი არა, 100-ზე გაითიშები. და 1000 კლიპურტს გირტყამენ თავში და თქვენ ამას ვერ ხვდებით და ერთიანობაში გიგროვდებათ 1000 კლიპურტი. და ერთი მუშტის დარტყმაზე ნერვიულობთ. რაღაც ცოდვა ჩაიდინეთ, ან რაღაც იკამათე და ფიქრობ რომ ეს როგორ მომივიდა, ეს როგორ მოგივიდა კი არა. 1000-ობით კლიპურტს გირტყამენ და ვერ გძნობ, მაგრამ გეთვლება და გიგროვდება. როგორც კი ადამიანი მოდის და აი ამ პატარა კლიპურტის დარტყმას ცდილობს, ან ვითომ ჯერ კარგად დაგიწყებს ლაპარაკს, მერე გიკბენს, პატარ-პატარას გიკბენს, იმაშვება, ამაშვება და მიყავხარ გაბრაზებამდე. თუნდაც 5 წუთიან გაბრაზებამდე. როგორც კი ამას ამჩნევ, მაშინვე უნდა წაშალო ეს ადამიანი ან დაბლოკ. გესმის? ის არ ეძებს არგუმენტებს. არგუმენტების მქონე ადამიანი რაღაც აზრით კი არ მოდის, ის კითხვას გისვამს, ის ცდილობს გაარკვიოს რა თავშიც აზრი მოუვიდა, თუნდაც ცუდი შეესაბამება თუ არა სიმართლეს. მაგრამ ადამიანი რომელიც მოდის აზრით და ნეგატივით, ის არ ეძებს არაფერს. ის ეძებს შენს ძარცვას. ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად, თვარეულის მდგომარეობაშია ბნელი მართავს იმ კონკრეტულ სიტუაციაში და შენ ამაზე რეაგირდები და ხარჯავ ენერგიას 1-თან, 2-თან, 3-თან, 4-თან, 5-თან და წელიწადში 100-თან. და ესენიც მაგალითებს ვერ გაძლევენ. ესენი ეს ვითომ ჭყალებში სულიერი ქოუჩები ვერ გაძლევენ ვერანაირ მაგალითს. მაგალითი ვერ დავინახე მე ამ ადამიანებში, რა გავაკეთო. რა მაგალითს გაძლევენ? ვიღაცამ კომენტარში წაუწერა რაღაც და ცალკე ვიდეოს გიწერს ამისთვის და გეუბნება ამით და გასწავლის რომ ვიღაცა ბნელი თუ მოვიდა და ნევრები მოგიშალა, შენც აყევი მას, ჩაუწერე ვიდეო, სიმახინჯეს გასწავლის. რადგან თავად არ არის დალაგებული შიგნით. რადგან ვერ გაუმკლავდა იმ ნეგატივს, უკვე ვერ უმკლავდება სულ ამაშია. იმის გამო რომ ეს სიბინძურე მოიშოროს, თქვენ გიზიარებთ რომ მოეშვას გულზე და უფრო დიდ ბნერს თესავს, მერე ის უთესავს უკან და ბოლოს ამოყავთ შხამიანი ხე. ამ ხის ნაყოფს მიირთმევთ და თქვენც იწამლებით. ის ადამიანი, ვისაც ბნელი ყავს, შენ მოგწერა ცუდი რაღაც, ვიღაცას მიწერა ცუდი რაღაც, მაღაზიაში ვიღაცას ცუდად უთხრა, ავტობუსში რაღაცა უკბინა, ვიღაცას ბოროტულად გახედა. მთელი დღის განმავლობაში მისი ბნელი პატარ-პატარა კვენებით, პატარ-პატარა მოქმედებებით აგროვებს ბნელ ენერგიას იმ ადამიანში. და შენ რომ გონია მან რაღაც კომენტარი დაგიწერა და უი შენშია საქმე და რაღაც განსაკუთრებული გააკეთა, შენ ხარ მისთვის მეათე, ვისაც ნაგავი მიაყარა დღის განმავლობაში. ან მიასე და ვერაცნობიერებ რასთან გაქვს საქმე და შენც ამ დღეში ხარ. და გამოდი აქედან. ნუ მიხვალ იმ მდგომარეობამდე რომ გითხრა გამოეთრიე აქედან. ეხლა ვიღაცა ფიქრობს რომ ეს გამოეთრიე აქედან რაღაც შეურაცხყოფა. ზოგჯერ ვამოფხოლმე რომ გამოეთრიე მეგობარო აქედან თქო, რატომ? იმიტომ რომ გამოეთრიეს შეურაცხყოფის კუთხით კი არ ვამბობ. იმ ადამიანს ვერ გამოიყვან იქედან. ერთადერთი რაც შველის უკვე არის ის რომ ხელი მოკიდო და გამოათრიო იქედან. როგორც წეპო ისია მიწებებული ამ ნეგატივზე. ვერ ეშვება, ვერ პატიობს, ვერ უტევებს ამ მდგომარეობაში. აბა ეს კოუჩები რატო წერენ? ამ ერთმანეთის ჩხუბის ვიდეოებს. ვერ ამთავრებენ ამ ბოროტებას. ამ ბოროტებით არიან შეწეპილი ერთმანეთთან. იმან ბოროტება გაუკეთა, ეს ვერ ივიწყებს, გამოდვებით ამაზე ფიქრობს, შურისძიება უნდა, ან რაღაც პასუხისგაცემა უნდა თავის ჭკუით, ბნელშია, სტრესშია, ამაშია და მაგალითებს გაძლევს კოშმარს. ესენი არ არიან მაგალითები. ესენი არიან ცუდი მაგალითები. იცოდეთ? ეხლა კომენტარები ვახსენე. მე ვბლოკავ ადამიანებს, რომლებიც იგინებიან, იფურთხებიან, პრიმიტიულ ბნელის მდგომარეობაში არიან, მაგრამ ადამიანი თუ დაწერს კომენტარს, თუნდაც არ მეთანხმებოდეს, თუნდაც ჩავი მაგი იყოს. ლოგიკურად, აზრობრივად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ყოველგვარი ნაგობის და ნაძილობის გარეშე, ჩანაფიქრის გარეშე, თუ დაწერს, მე მას პასუხობ, მაგრამ არასდროს არ პასუხობენ უკან, რადგან მე რასაც ვსაუბრობ, ყველაფერი არის არგუმენტირებული. არგუმენტს ვერ მელაპარაკება, გესმით? და ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს, იფურთხოს. და ფურთხების ადგილი არ არის გამთლიანება. გამთლიანების კომენტარებშიც კი სუფევს მშვიდი ბალანსი, სიყვარული და მაგ არ შეიძლება ამ სიბინძურეების ყურება. მარტივად გეტყვით, ადამიანი თუ მოდის, ვინც არ უნდა იყოს და რაღაც აზრს გიფიქსირებს, ადეკვატურად, მშვიდად, სუფთა სიტყვებით და გეუბნება ეს. ესეთი ადამიანი არ უნდა დაბლოკო, რადგან შენ აზრს არ ეთანხმება. მაგრამ ადამიანი თუ მოდის და იფურთხება, ბოროტი აქვს ჩაფიქრებული და ესა აქვს ჩაფიქრებული, ის მაშინვე უნდა მოაშთო. აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს და მაგიტომ ვერ დაუსაბუთებ, ვერ ეტყვი მას შენ ჭეშმარიტს, ის არ ეძებს ჭეშმარიტს. ვინც ჭეშმარიტს ეძებს, ის კითხვებს გისვამს, შემდეგ შენს ნათქვამს, ანალიზს უკეთებს, საპირწონე აზრს გიდებს
აკეთებს და მსჯელობთ და ჭეშმარიტებამდე მიდიხართ და ამას არ აკეთებს ბნელი ყოველთვის მოდის და გეუბნება შენ ახარ ესეთი ყველას ერთნაირი სახე აქვს გეგონება კლონები არიან ყველაში ერთი ბნელი ლაპარაკობს ხალხო აი შავი მაგი ნახთ შავი მაგი იწყებს ესე შენ არასწორი ხარ შენ ცუდი ხარ ანუ კი არ გეუბნება რატომ ხარ არასწორი რატომ ხარ ცუდი ვერ გეტყვის მაგას ცრუ ვერ აგიხსნის ცრუ რატომ ხარ ცუდი უბრალოდ იარლიხს გარტყამს ამიტომ როდესაც ადამიანი მოდის და იარლიხს გარტყამს და ცდილობს აი ეს ბოროტება გააკეთოს მოაშთე რადგან ესეთი მოვა ასობით და ათასობით და გაგძარცვავს მთელი წლის განმავლობაში ქუჩაში კომენტარებში და ყველგან და მე უკვე დიდი სიმძიმით მოძრაობ და რაღაც სისულელე ცოდვაზე ნერვიულობ დაგროვებული გაქვს ზურგზე იმდენი სტრესი იმდენი გვემა იმდენი ნეგატივი სიტყვა და ეს ყველაფერი რომ ძლივს მოძრაობ და გგონია ძლივს იმიტომ მოძრაობ რომ რაღაც პატარა 10-ქულიანი ცოდვა ჩაიდინე ყველა ამ ამბავშია ვითომ სულიერი მოღვაწეები დააკვირდით რა დღეში არიან ერთმანეთს ეკამათებიან მე არავის არ ვეკამათები თუ დააკვირდებით მე განვიხილავ თქვენთვის კონკრეტულ სიტუაციებს რომ თავი აარიდოთ რატომ არ ვასახელებს სახელებს რატომ არ ვერთვები ამ კამათებში და ბევრმაცადა ჩემი კამათში ჩათრევა და რაღაცები ანუ აზრი არ აქვს ვერ ჩამითრევ ანუ მაგ არ შემოვალ მაქსიმახინჯეში და ბიბლია უჭირავს ხელში გადადე ეს ბიბლია ჯერ მიხედე შენი სულის მდგომარეობას და მერე დაიჭირე ბიბლია ხელში იმიტომ რომ სირცხვილია შენ ისეთ მდგომარეობაში ხარ შენ ბიბლიას არ უნდა ლაპარაკობდე შენ რაღაც ლუთერანი ხარ თუ პროტესტანტი ხარ თუ ქრისტიანი ხარ თუ ვინც არ უნდა იყო ბიბლიით არ უნდა ლაპარაკობდე შენი მოქმედება ბიბლიასთან არის ძალიან შორს და მოატყუებ ამ ხალხს კაცო ცუდ მაგალითს აძლევ და ცოდვად გედება ათასობით ადამიანს რომ ცუდ მაგალითს აძლევ რადგან ითვალისწინებენ ისინი ამას მათ ეს ნორმა გონიათ და ნორმა კი არა შეპყრობები გაქვთ პირდაპირ გეუბნები შეპყრობა გაქვს ბიბლიას კითხულობ ღმერთზე გაქვს ამბიცია და ლაივებს წერ და ეკამათები ვიღაცეებს და დაძაბულობაში ხარ ვერ გაიგე ხო რას გეუბნები დარწმუნებული ვარ უბრალო მოქალაქეები მიხვდებიან რას გეუბნები იმიტომ რომ ისინი უფრო ხედავენ შენ ვიდრე შენ ხედავ შენ თავს ისინი გჯობნიან შენ ისინი უფრო ხვდებიან რომ მშვიდში უნდა იყოს ვიდრე შენ ხვდები ეხლა კითხვა დასვით მასეთმა სულიერმა ბრჭყალებში ქოუჩმა შენ რა უნდა მოგცეს ვერაფერს ვერ მოგცემს ბანკროტია ენერგია შიგნით არ აქვს ის ვერც ცოდნას მოგცემს ვერც მაგალითს მოგცემს ვერც ღმერთთან დაგაკავშირებს ის ვერაფერს ვერ მოგცემს მასთან ღმერთი ისე არ არის როგორც ლაპარაკობს ღმერთი მასთან ისე არ არის ახლოს როგორც ის ლაპარაკობს თავისი მოქმედება ავლენს თავისი მდგომარეობა ავლენს ბიბლიაზე ლაპარაკს შეეშვით და თქვენი მოქმედებები გააჩერეთ ჯერ რომელი მოქმედებებიც არის პირდაპირ სატანაზე ლოცვა ბიბლია გიჭირავს ხელში კამათო ბიბლიის ციტატები მოგყავს და სატანაზე ილოცები ამ კამათით ეს ეხლა ან სიგიჟია ან მე მესიზმრებით თქვენ მაგრამ სამწუხაროდ არ მესიზმრებით რეალური ხართ ან მე ვარ იდიოტი და რაღაც მეშლება მაგრამ არ მეშლება ხო ვიცი გიყურებთ ბიბლიას სანამ ხელს მოკიდებ გასუფთავდი და მოქმედება გაასწორე თორემ მკრეხელობას ჩადიხარ ერთ ხელში ბიბლია გიჭირავს ციტატები მოგყავს და საკამათო ვიდეო გაქვს თან ჩაწერილი ამ ადამიანზე და ბიბლიას მოიხსენიებ კამათის დროს ბრაზის დროს უკან რომ მიუბრუნო რა ოხრობა გჭირს ადამიანო ცოტა დაფიქრდი თუ დაფიქრებულები ხართ და ოფიციალურად ემსახურებით ბნელს ოფიციალურად ემსახურებით ბნელს თუ ჩემს გლეხურ ნათქვამს ვერ ხვდებით ორჯერ ორ 4-ს რასაც ვამბობ მე ვფიქრობ ბევრ რაღაცას ხვდებით მაგრამ რა გჭირთ მაშინ კითხვა დასვით რატომ მკრეხელობთ ესე ამ მოქმედებებით რატომ ხართ მკრეხელები ხართ მე მკრეხელი ვიქნები ეხლა ბიბლია რომ ავიღო ციტატად ან ბიბლიაზე ლაპარაკს როცა ვიწყებ მაგ სულ რომ სახეში გამილაწუნო ავდგები და გამოვალ რადგან ბიბლია მიჭირავს ხელში ღმერთზე ვლაპარაკობ ღმერთზე როცა ვლაპარაკობ როგორ უნდა გეჭხუბებოდე მე შენ კაცო ან როგორ უნდა ვლაპარაკობდე გადაკრულ სიტყვას ბიბლია თუ ხელში მიჭირავს მოყვასი გამორთული როგორ უნდა მქონდეს ეს არის სიგიჟე და ამ მაგალითით ადამიანებს ართმევთ რწმენას ოძღვრებიც ართმევენ ადამიანებს რწმენას თქვენ ართმევთ რწმენას ადამიანებს რადგან ადამიანი ფიქრობს კაცო ეს არის ღმერთის მდგომარეობა კაცმა ბიბლია გადაიზეპირა და ღმერთთან ახლოს ვარ იძახის და ამაზე აქვს ამბიცია და ნუ თუ ეს არის ღმერთთან ყოფნა და არ უნდა იმ ადამიანს ინსტინქტურად უკვე ღმერთთან ყოფნა შენს გამო რადგან შენ არ ხარ ღმერთთან და აჩვენებ რომ ვითომ ღმერთთან ხარ საიდან ვიცი რომ არ ხარ ღმერთთან შენივე მდგომარეობით არ ხარ ღმერთთან რასაც ავლენ ამიტომ გააჩერე ეს სიმახინჯე შვიდი ხმა არ არის შენი ღმერთთან ყოფნის გარანტი ეს არის ნიღაბი შენივე თავში გესმის
ადამიანებს მოუწერიათ და ცდილობს წყნარად მელაპარაკოს მშვიდად და სინამდვილეში აგრესია აქვს შიგნით. და ვეუბნები, მიდი გამოუში, ეხლა ხო ხედავ რომ აგრესია გაქვს, რა გინდა და უშვებს უცებ, იმიტომ რომ ცდილობს ვითომ ღმერთთან ვარ და წყნარი ხმით ილაპარაკოს. იმიტომ რომ ეხლა ხმამაღლა რომ იყვიროს, უკვე ბნელი ვეღარ მოატყუებს და უკვე მოუწევს იმის აღიარება რომ ღმერთთან არ არის. მაგრამ არ ხარ ღმერთთან. ბიბლია გიჭირავს ხელში და ცუდად ლაპარაკობ, ცუდ სიტყვებს იძახით, ცუდი განზრახვა გაქვს, ნეგატივი გაქვს, ვიდეო ჩაწერე და მიმართავ პირდაპირ ადამიანს. შენ რომ იმას პირდაპირ მიმართავ, მოდი ჯერ ამაზე დავიწყოთ. იქნებ ვიღაცამ გაჭედა და იმ ადამიანს რამე დაუშავა. ვიზეც ლაპარაკობ, კაცო? ვისი პასუხისგებლობაა ეს? შენი. რატომ არ ლაპარაკობ მე სახელებს, კაც? არ შემიძლია სახელები ვილაპარაკო? იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ არის კონკრეტული პიროვნებები. ჩემი მიზანი არის ადამიანი. ადამიანი ის გამოჯამრთელება რომ თქვენგან დავიცვა. ეს არის სასაცილო. თქვენგან დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანების. თქვენგან რატომ უნდა ვიცავდეთ? თქვენ უნდა იცავდეთ ამ ადამიანებს. მაგრამ მიწევს ახსნა თქვენგან როგორ დაიცვან თავი. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და ყველაზე ტრაგიკომედია იცი რა არის? შენ ხომ დაექვემდებარე ბნელს და ვიღაცამ კომენტარში დაგიწერა ან ვიღაც მეორე ვითომ სულიერმა ქოუჩმა რაღაც გითხრა და შენს მიმართავ და ამ კამათებში ხარ. შენ ხო ხარ ამაში. მაგრამ შენი დახმარებით ბნელი გავიდა ათასობით ადამიანზე და დათრგუნა ის ათასობით ადამიანი რომელიც დაიდრგუნა, რომელიც გადააჯიშე, რომელიც გადმოაჯიშე, აჩვენე რომ კამათი ნორმალურია და ის რომ ეს არის და ეს რომ ეს არის. ეს ვალი გედება შენ და არ ვიცი როგორ გადაიხდი მაგვალს. მეგობარო, ძმაო, დაო, ბიძია, ბაბუა, დეიდა, თუ ვინც არ უნდა იყო. გესმის? არ იცი შენ სამყაროს მექანიკა როგორ მუშაობს და სერიოზულ ვალებში ხარ და არ ვიცი როგორ გადაიხდი მაგვალს. ამიტომ მიხედე თავს, გააჩერე ეს ბოროტება. დაამთავრე, მოყვასი გააქტიურე. მოყვასზე ნაშრომი მაქვს ჩაწერილი და მოყვასი ისწავლე ჭეშმარიტი როგორ გახდე და მორჩები, განიკურნები. შენ ხარ ეხლა ავად, ოღონდ არ იცი რომ ავად ხარ და ავადებ სხვა ადამიანებს. ამიტომ მეგობრებო, დაანებეთ ამათ თავი. ესენი ხრამში გედეკებიან და თავადაც ხრამისკენ მიდიან. აქ ეხლა ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. ჩვენ უნდა მოვიმარჯვოთ გონება და უნდა დავფიქრდეთ როგორ მოვიქცეთ და ესე უნდა მოიქცე. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა ცადოს და ზუსტე მოყვასი აქვს ჩართული იმ ადამიანს თუ არა შენთან მიმართებაში და თუ მოყვასი არა აქვს ჩართული, როგორც გასწავლე, ყისიერად გაეცალე. თორემ მთელი წლის განმავლობაში ბანკროტი იქნები და ბნელი ენერგიით სავსე იქნები და რომ ფიქრობ რომ რაღაც ცოდვა ჩაიდინე, ვერ ამჩნევ ეს ასობით და ათასობით მიკრო ცოდვა როგორ დაგიგროვდა ტონა ცოდვად. და ნახეთ, ეხლა მე თქვენ რა მექანიკა აგიხსენით, ხო? და ამ მექანიკას დაჭირდა მინიმუმ 20 წუთი, ხო? მინიმუმ. და ისეთი ქოუჩები, რომლებიც ამ მდგომარეობაში არიან, რაც აგიხსენეთ, გამოვა და 4 წამში გეტყვის იმას, რასაც მე გეუბნები 20 წუთში. თუ ვინმე შენთან მოვა, არ დაეცე მის დონემდე. და შენ ეს სიტყვა მოისმინე და მე უკვე ღრმად ვიცი ეს ყველაფერი. მოგატყუა ლამაზად, გესმის? ვერაფერი ვერ გაიგე, ანუ 3 წამში ჩაგიტია 20 წუთიანი მექანიკა და ამაზე ზიხარ და გგონია რაღაც იცი და ეს 20 წუთიანი მექანიკა რაც მე აგიხსენე არასდროს არ დაგავიწყდება და მოქმედებაში მოიყვან და იმ 3 წამიან ახსნას, აი ტრაფარეთს ვერასოდეს ვერ გამოიყენებ და ვერ იყენებ იმიტომ რომ იქ არაფერი არ დევს. ის არის კამუფლაჟი, რომ შენ უბრალოდ გესიამოვნოს. ამიტომაც არის რომ ეს ისე და მუსიკა უდევს და ლამის ცეკვა დავიწყო. არ ვიცი, მას უსმინო ვიცეკო, რაღაცა სევდაში წავიდე თუ იმაში წავიდე, ანუ გეთამაშება ლამაზი სიტყვებით და გრძნობებით. და ამით არემონტებს თავის სიმახინჯეს და თქვენს სიმახინჯეს აძლიერებს. თქვენი სიმახინჯე არის ის, რომ მოკლე ვიდეოებს ამ ვერ უძლებთ, ნევრები არ ყოფნით, ამას გიძლიერებს და ამას კი არა, რასაც გამთლიანებაში გიხსნი, ყველა ნეგატიურ წახნაგს გიძლიერებს და გამთლიანება ყველა პოზიტიურ წახნაგს გიძლიერებს. 1 საათიანი ნაშრომი იმიტომ არის, რომ გამოიმუშაო ნევრები. ის ღრმად იმიტომ არის, რომ აღარ დაუშვა ეს, ანუ გაძლიერებს ეს ცოდნები და ის გასუსტებს და გადებილებს და სტრესში გაყენებს და ცუდ მაგალითებს გაძლევს და ლამაზ სიტყვებს გეუბნება და უვიცობაში ხარ და თელ წახნაგობრივ შხამს გიკეთებს. ამიტომ მონახაზი გავაკეთოთ. წვრილმან ნეგატივებს დაუთმე დიდი დრო და არ დაუშვა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ დაგიგროვდეს ეს, როცა მოვა ბნელი, არ აყვე კამათში ქუჩაში, არც კომენტარში, არც ამ ყველაფერში და არ დაგიგროვდება ბნელი ენერგია წლის განმავლობაში ტონობით. არ უსმინოთ ადამიანს, რომლებიც კამათებში არიან, არ უსმინო ადამიანს, რომელიც ლამაზად გელაპარაკება, არ უსმინო ადამიანს, რომელიც მაგალითი არ არის, იყავი მშვიდში, იყავი ბალანსში, შეიმეცნე და გახდები ძლევამოსილი
მოსილი, ძალით მოსილი, რადგან ძალით მოსილება მალე დაგჭირდება წინ გჭირდება, რაც მოდის იმისთვის დაგჭირდება თითეული შენი წვეთი ენერგია, თითეული შენი გამომუშავებული მშვიდი ენერგია. არ მიიღო სტრესი, არ შეხვიდე სტრესთან კომუნიკაციაში, არ რეაგირდე და თითეულ არ რეაგირებაზე, თითეულ იმაზე რომ თავი განარიდე, თითეულ ამაზე ეს არის შენი პატარ-პატარა გამარჯვებები. უბრალოდ ის კი არ არის რომ იცი რა მე ამას თავი ავარიდე და მე ეს არ მეთვლება, არა. შენი ეს თავის არიდება რომ კომენტარში არ წამოეგე, გაიცალე, შენ რომ იმ ნეგატივში არ ჩაერთე, შენ რომ ყველა ის წამოსული ბნელიდან თავდასხმა არის ღმერთზე თავდასხმა, შენზე კი არა. და შენ ამ თავდასხმას რომ არ ექვემდებარები, ეს შენ გეთვლება გამარჯვებაში და გერიცხება ქულები, ძალები ზემოდან. შენ უბრალოდ ბნელს კი არ არიდებ თავს, არამედ ამით ძალებს აგროვებ. გესმის? პატარ-პატარა გამარჯვებებით ღვთიურ ძალას აგროვებ. ნახეთ, ორი ადამიანის კატეგორია. პირველი, რომელიც წვრილმან რაღაცეებში, სიტყვებში, ფიქრებში, ქმედებებში, ვიღაცასთან რეაგირებაში მოვიდა ნეგატიურად, ყველა ამ მოქმედებით ის ადამიანი იძარცვება და ბნელი ბატონობს მასზე და წლის განმავლობაში უგროვდება ტონა ცოდვა ერთიანობაში. მეორე ადამიანი, რომელიც ბნელს არ უსმენს, მოვიდა ვიღაც ნევრების საშლა გადაწყვიტა მოყვასით უპასუხა გაეცალა. მოვიდა ვიღაც რაღაცა და გაეცალა და ყველა ამ გაცლას მოყვა ენერგიის გადმორიცხვა უფლიდან, რადგან ყველა ეს წვრილმანი გაცლა არის გამარჯვება. და ამ გამარჯვებებს თუ დაუმატებ კეთილსაქმეს, შენ უკვე გამარჯვებული კი არ ხარ. შენ ხარ სუპერ გამარჯვებული და სუპერ ძალაში. გესმის? ამიტომ არ რეაგირდე იმ პატარ-პატარა ნეგატივებზე, რომელიც ცდილობს წლის განმავლობაში დაგიგროვოს ტონობით ბნელი ენერგია. და ეს არის ძალის დაგროვება. და აკეთე პარალელურად სიკეთე, იყავი ღმერთთან და მოგეცემა ნეტარება. იცი რა არის ნეტარება? ნეტარება არის ის, რომელიც უნდა განიცადო. და ნეტარებას მიიღებ ესე, რაც აგიღწევი. ამიტომ ყველას გისურვებთ იყოთ ნეტარებაში, 7-ში, ბალანსში და ღმერთთან. დაგლოცოთ უფალმა, 7 იყოს თქვენში, დალოცოს საქართველო, დალოცვილები იყავით.